სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ალბათ ხშირად გექნებათ ნანახი ისეთი ნივთები, რომლებსაც წარმოუდგენელი ფუნქციები აქვთ. თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი გაჩერებას არ აპირებს და ერთი შეხედვით ფანტასტიკური ტექნოლოგიები დღეს უკვე რეალობას წარმოადგენს. ამ ეპიზოდში ყველაზე წარმოუდგენელ გამოგონებებს გაჩვენებთ. ატმოსფერის კარგოს მიერ შექმნილი კოსმოსური კაფსულების პირველი თაობა 100 კილოგრამი ტვირთის გადასატანადაა განკუთვნილი. კაფსულების მიღმა, სადღაც ჩვენს თავზე ასეთი ხომალდები იფრენენ. გარდა ამისა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 4-ჯერ დიდი სადგურის აწყობაც იგეგმება. იქ საკმარისი ადგილი იქნება როგორც მეცნიერებისთვის, ასევე კოსმოსური ტურისტებისთვისაც. თითოეულ ასეთ ხომალდში 40-მდე ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი. სად შეიქმნებოდა ასეთი დრონი თუ არა იაპონიაში? ამ ტექნოლოგიურ საოცრებას არა მხოლოდ ფრენა, არამედ იატაკზე ბურთივით გორაობაც კი შეუძლია. დრონის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის ალგორითმია, რომელიც მის მროვე პროპელერს ერთდროულად აკონტროლებს. ამერიკაში მდებარე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა შექმნა ბიონიკური პროთეზი, რომლის სენსორებსაც არა მხოლოდ ტექსტურის, არამედ სხვადასხვა ობიექტის სიმკვრივის აღქმაც შეუძლიათ. პროთეზი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე საიმედოდ იჭერს როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე ობიექტებს. ზეპალტოს საჰაერო ბუშტი განსხვავებული ემოციების მოყვარულთათვისაა შექმნილი. ის დაახლოებით 25 კილომეტრის სიმაღლეზე ადის. 6 საათის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს წარმოუდგენელი ხედებით ტკბობა შეუძლია. რობოტი ძაღლები უკვე წარსულს ჩაბარდა. ამ თანამედროვე რობოტს გვერდითი სალტოს გაკეთებაც კი შეუძლია. მას სხვადასხვა საჭირო ფუნქციაც აქვს, რაც ადამიანის ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს. რობოტი 1 დატენვით 2 საათის განმავლობაში მუშაობს. მისი ფასი კი $16,000-დან იწყება. ამუსადენო დამტენის ინტეგრირება უნებრივი ქვისა და ხის ზედაპირებშია შესაძლებელი, რაც მობილურის დატენვას წარმოუდგენლად მოსახერხებელს ხდის. სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია Oppo ჭკვიანი სათვალეების წარმოება დაიწყო. მოდელს, რომლის სახელიცაა Airglass მიკროპროექტორი აქვს ჩაშენებული. სათვალის მართვა არა მხოლოდ ხმითა და შეხებით, არამედ თავის მოძრაობითაცაა შესაძლებელი. ეს და სხვა ფუნქციები 30 გრამიან სათვალეშია თავმოყრილი, რაც Oppo-ს Airglass ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ ჭკვიან სათვალედ აქცევს. ამერიკაში გამოიგონეს პლასტირი, რომელიც კანს ასტიმულირებს. მას ისეთი შეგრძნებების გადაცემაც კი შეუძლია, როგორიცაა ვიბრაცია და წნევა. პლასტირი სასარგებლო იქნება როგორც VR-სათამაშო მოწყობილობებში, ასევე მედიცინაშიც. მაგალითად, ის მხედველობა დაქვეითებულებს ნავიგაციური უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. იაპონიაში გამოიგონეს ქურთუკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ ადგილას დაიზინოთ. ის ისეთივე კომფორტულია, როგორც საბანი, ხოლო მასში ჩაშენებული დინამიკები და მზის ჩასვლის იმიტირების სისტემა მაურიან გარემოშიც კი ძილს ბევრად კომფორტულს ხდის. ერთ-ერთმა კომპანიამ შექმნა მაგიდა, რომელიც დისტანციურად მომუშავე და პატარა ბინებში მცხოვრებ ადამიანებს ნამდვილად მოეწონებათ. მისი მთავარი უპირატესობა სიმაღლის რეგულირების ფუნქცია. სამუშაო დღის ბოლოს ის ჭერამდე ადის, რაც სახლში დამატებით ადგილს ათავისუფლებს. ჩვენს წინაშე სრულიად ახალი VR სათვალეა. მისი ფასი დაახლოებით $1,500-ია. ამ სათვალის ყველაზე მეტად გამორჩეული მახასიათებელი მისი წონაა. ის მხოლოდ 7 გრამს იწონის. ეს სათვალე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის სათვალედაც ითვლება, თუმცა ის ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი დიდი ზომის ანალოგები. სათვალეს 13 მილიონზე მეტი პიქსელი და მაღალი გარჩევადობა აქვს.
სოფლიო ოკეანის ტალღები 990-ჯერ მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე პლანეტას სჭირდება. წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტური იქნება ასეთი ენერგიის კაცობრიობის სასარგებლოდ გამოყენება. ერთ-ერთმა კომპანიამ შექმნა სპეციალური ტივტივები, რომლებსაც ოკეანის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა შეუძლიათ. ტრეისერი სოფლიოში პირველი სრულიად ავტონომიური ასფალტის შემკეთებელი რობოტია. დეველოპერები აცხადებენ, რომ ის ნებისმიერ ადამიანზე უფრო სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მუშაობს. რობოტი ეძებს, ასუფთავებს და აღადგენს ბზარებს მთელი დღის განმავლობაში. ამავდროულად, მას ტროტუარის მდგომარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებაც კი შეუძლია. საპარკინგე რობოტებს მანქანების იმგვარად დაპარკინგება შეუძლიათ, რომ სტანდარტულ ავტოსადგომზე 30%-ით მეტი მანქანის განთავსება იყოს შესაძლებელი. მანქანის საპარკინგე ადგილიდან გამოყვანა წინასწარ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეგეძლებათ. რა მოხდება? ვარჯიშის დროს ძალა გამოგელევათ და შტანგა მკერდზე დაგეცემათ. მაქს პენჩის სკამი ამ შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ. სპეციალური პედლის მეშვეობით სკამი დაბლა ჩადის, რის შემდეგაც შტანგა უსაფრთხო პოზიციას უბრუნდება. მაქს პენჩის ღირებულება $2500. დეველოპერების თქმით, რობოტი სახელწოდებით ნეოგამა ჩახუტებისთვისაა შექმნილი. ჩახუტების გარდა, ის უფრო რუტინულ ამოცანებსაც ასრულებს. ჩაის მომზადებიდან დაწყებული ფანჯრების წმენდით დამთავრებული, რობოტი ყველა დავალებას ბრწყინვალედ უმკლავდება, რადგანაც სპეციალური ალგორითმის მხარდაჭერით ის უცხო გარემოს პირველივე წუთიდანვე იდეალურად ერგება. თუ სხვადასხვა სამაგიდო თამაშებისთვის ოპონენტს ეძებთ, მაშინ Sense რობოტი თქვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება. რობოტს ჭადრაკისა და ნარდის თამაში შეუძლია. ის მოწინააღმდეგის უნარების დონეს სწავლობს, რის შემდეგაც თანაბარი ძალებით თამაშს იწყებს. რობოტს თქვენთვის სასარგებლო რჩევების მოცემაც შეუძლია. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში რეალურ მოწინააღმდეგეს რობოტთან დაკავშირება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია. როკეტლაბი რაკეტაზე სახელწოდებით ნეიტრონზე მუშაობას კვლავ განაგრძობს. ეს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ადამიანებისა და ტვირთის ორბიტალურ და პლანეტად შორის მისიებში გასაგზავნადაა შექმნილი. ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში შეიმუშავეს მინიკამერები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს ამოწმებს. ეს ვირტუალურ სიმულაციასა და რეალურ სამყაროს პრობლემებს შორის ერთგვარ შუალედურ კავშირს წარმოადგენს. მისი კამერა ამოწმებს, თუ რამდენად კარგად პროგნოზირებს ხელოვნური ინტელექტის სიტუაციას. ექიმთან კონსულტაცია ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. OnMed-ის ჭიხურში შესვლიდან სულ რაღაც 15 წუთში თქვენ არა მხოლოდ დისტანციურ კონსულტაციას, არამედ საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებსაც მიიღებთ. ჭიხური საკმარისად კომპაქტურია იმისთვის, რათა ის სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტებში განთავსდეს. მასში არსებული აპარატურა ექიმს საშუალებას აძლევს პაციენტი არა მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიეროს, არამედ მისი არტერიული წნევა და სხვა საჭირო მონაცემებიც დაადგინოს. ლიფტომატი ნაგვის ურნებისთვის განკუთვნილი ლიფტია. იდეა ნაგვის ქუჩებიდან მიწის ქვეშ გადატანა. მსგავსი რამ მოსახლეობას უსიამოვნო სუნს თავიდან აარიდებს. სიკორსკი აირკრაფტმა წარმატებით გამოსცადა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც ვერტმფრენიდან თვითმფრინავის რეჟიმში გადასვლა შეუძლია. მან 159 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია და სხვა შესანიშნავი შედეგებიც აჩვენა. რა შეიძლება იყოს აბაზანაში ჩასვლაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყლის ტემპერატურა მხოლოდ 3 გრადუსია. უამრავი ცნობილი სახე აბაზანას სწორედ ასეთ ტემპერატურაში იღებს, ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ ეს გამაგრილებელი მოწყობილობა $3000 ღირს.
Fluid Logic GPR-50 მსოფლიოში ერთადერთი ჭკვიანი ჰიდრატაციის პაკეტია. ის როგორც მომხმარებლის, ასევე გარემოს მონაცემებს აკვირდება. საკმარისი მონაცემების მიღების შემდეგ ის ავტომატურად განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა მიეწოდოს ორგანიზმს. როდესაც დრო მოვა, პაკეტი ხმოვან სიგნალს გამოსცემს მომხმარებელს წყლის დასალევად, ხოლო ხილაკზე თითის დაჭერა სჭირდება. ამ მოწყობილობის ღირებულება $479-ია. ჰოლანდიურმა კომპანია Donkerworth-მა, რომელიც ულტრამსუბუქი სპორტული მანქანებითაა ცნობილი, ავტომობილის ახალი მოდელი წარადგინა. იგეგმება, რომ P24 RS საკუთარი წარმოების ძრავი ექნება და ის რამდენიმე რეკორდსაც მოხსნის. კომპანია Hyundai ელექტრომობილების ავტომატური დამტენი რობოტი შექმნა. ის სპორტში კაბელებს სუსტად და სწრაფად აერთებს. სიბნელეშიც კი რობოტს დავალების იდეალურად შესრულება შეუძლია. ბელი Samsung-ის მრავალმხრივი რობოტია. მის შესახებ საზოგადოებამ პირველად 5 წლის წინ შეიტყო, თუმცა მისი გამოშვება წელსაა დაგეგმილი. პრეზენტაციის მიხედვით რობოტს ფილმების ჩვენება, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, მუსიკების ჩართვა და ჭკვიანი მოწყობილობების კონტროლი შეეძლება. გაიცანით მსოფლიოში პირველი ჭიქა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებსა და დისპლეის აერთიანებს. ის აჩვენებს ტემპერატურას, ჩანიშნულ შეხვედრებსა და სხვა მნიშვნელოვან თარიღებს. ჭიქის ფასი $49-ია. ოდესმე კომპიუტერულ თამაშში მოხვედრა გიოცნებიათ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ოცნება შეგიძლიათ უკვე რეალობად აქციოთ. კომპანია Sony თამაშების დიზაინერებისა და ვიზუალური ეფექტების ჯგუფთან ერთად შექმნა სივრცე, რომელიც საშუალებას მოგცემთ Last of Us-ის ქუჩებში იმოგზაუროთ. ისროლოთ განსაკუთრებული რეალიზმით და კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის წყალობით შესაბამისი სუნიც აღიქვათ. კომპანია სპეციალურ კონტროლერებსაც აწარმოებს. ეს კონტროლერი ვირტუალურ სამყაროში მშვილდოსნობისა და ფარიკაობის დროს მაქსიმალური რეალიზმის გამოცდის საშუალებას მოგცემთ. ფენოსკბილის ჟაგრისი კბილებს 20 წამს შეასუფთავებს. ეს წარმოუდგენლად სწრაფი პროცესია, თუმცა ოპტიმალური ზომის შესარჩევად მომხმარებლებმა სპეციალური კვლევები უნდა ჩაიტარონ. ამ ჟაგრისის ღირებულება $368-ია. Dyson-ის ესთმის დაშრობი ტექნიკური სრულყოფილების მწვერვალად ითვლება. სპეციალური ჩიპებით აღჭურვილი სამაგრები საშრობის პარამეტრებს ავტომატურად არეგულირებს. ფენის ღირებულება $524-ია. ეს საღლის სახლი დამძლე და ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასისგანაა დამზადებული. ის ხელსაწყოების გარეშე 1 წუთზე ნაკლებ დროში იწყობა, ხოლო მისი ღირებულება $358-ია. მსოფლიოში პირველი ავტომატური ფეხსაცმლის საწმენდი აპარატი $460 ღირს. მისი ყიდვის შემთხვევაში ფეხსაცმლის ჟაგრისები და სარეცხი საშუალებები აღარ დაგჭირდებათ, რადგანაც მოწყობილობა როგორც სარბენი ფეხსაცმლისთვის, ასევე ტყავის ფეხსაცმლისთვისაც იდეალურია. წმენდის გარდა ის უსიამოვნო სუნსაც აქრობს. ის აპარატი $460 ღირს. ეს ფანარი აუცილებლად მოეწონებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც საინტერესო კადრების გადაღება უყვართ. ბატარეა 3 საათის განმავლობაში ძლებს. მისი ღირებულება კი $53-ია. სულ რაღაც $60,000-ად თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე და უკაბელო 4K ტელევიზორი შეიძინოთ.